აეროპორტისთვის იქნება ეს დენის საკითხი, წყლის საკითხი, თუ სხვა და რეალურად მიღებულ იქნება გადაწყვეტილებები. საქართველოს ახალგაზრდული ორგანიზაციების მეოთხე ფორუმი თბილისის მერიის სპორტის სამინისტროს მშვიდობის და განვითარების აკადემიის და ბრიტანეთის საბჭოს თანამშრომლობით ორდღიანი ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმი ყოველწლიური კონფერენციას წარმოადგენს, რომელშიც საქართველოში ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის ტარდება და მათი საქმიანობა, გამოფენები, ევროპული ახალგაზრდული პოლიტიკის და სხვადასხვა პროგრამების პრეზენტაცია და განხილვა იმართება. თბილისის მერი გიგი უგულავა ახალგაზრდულ ფორუმს დაესწრო და მის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სანამ ხართ არ დაგავიწყოს თავარი საქმე. ისწავლო იმისათვის რომ მე დასახვდე და იყო წარმატებული ადამიანი. რა განსხვავებაა დღევანდელ საქართველოს და წინა წლებს შორის? დღევანდელ საქართველოში არსებობს პერსპექტივა. სამწუხაროა რომ შეიძლება 50 წლის ადამიანს არ ქონდეს დიდი პერსპექტივა, იმიტომ რომ მან ცხოვრების შეგნებული ნაწილი განვლო. და ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის და იმ ადამიანმა ის უნარჩვევები, რომელიც მაშინდელი სამყაროსთვის იყო ადეკვატური, შეიძლება დღეს მისი ცოდნა, გამოცდილება არაადეკვატური იყო. იმიტომ რომ 93-4-90-ან წლებში მიღებული გამოცდილება შეიძლება დღეს აღარ გეხმარებოდეს ნორმალური ცხოვრებისთვის გამოსადეგი არ იყოს. ბევრმა მოახდინა ადაპტაცია, ბევრმა ვერა. მაგრამ თქვენი შემთხვევა ამ შემთხვევაში არის უნიკალური, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დღეს დამოუკიდებელ ფეხზე დამდგარ ქვეყანაში მიიღოთ ცოდნა, გამოცდილება, ისეთი ცოდნა, გამოცდილება, რომელიც უახლოესი 20-30 წელიწადი ადეკვატური იქნება იმ სიტუაციაში, იმიტომ რომ საქართველოს არის დღეს დამოუკიდებელი ქვეყანა, საქართველოს დღეს აშენებს დამოუკიდებელ ეკონომიკას, ერთადერთი რაც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, სამართლიანი კონკურენცია და ბ ხელმისაწვდომი ნორმალური განათლება, იმისათვის რომ თქვენ ტყუილა არ გაატაროთ ეს 5 წელიწადი უნივერსიტეტებში. ეს არის ორი მთავარი მამოძრავებელი, რაც კი შეიძლება სახელმწიფო ამ შემთხვევაში ხელისუფლებამ მისცეს სტუდენტს და დანარჩენი უკვე ინდივიდუალურად თქვენ უნდა გააკეთოთ. ამ რეფორმებმა მოგვიტანა ჩვენ პერსპექტივის განცდა. და საქართველოს დღეს არის ყველაზე ოპტიმისტურად განწყობილი ქვეყანა. კვლევები რომ ვნახოთ ახლა ეს კვლევები, იქ ბევრი ყურადღებას ამახვილებდა პოლიტიკური რეიტინგებზე. ჩემთვის მთავარი იყო აი იმ კვლევებში, ისევე როგორც ეს პერმანენტულად და საერთოდ შეადაროთ ჩვენ რეგიონში სხვა ქვეყნების კვლევებს, ნახავთ, რომ საქართველოს მოსახლეობაზე ოპტიმისტურად განწყობილი არც ერთი მოსახლეობა ჩვენს რეგიონში არ არის. და ეს არის ძალიან დიდი მიღწევა. საკმაოდ საინტერესო იყო მათი მოსვენა, საკმაოდ საინტერესო ინიციატივები და ასევე მინდა აღნიშნოს, რომ ჩვენთან სამინისტროში შეიქმნა რამოდენიმე მიმართულება ახალგაზრდობის კუთხით, ეს როგორც გრანტების გაცემის, ასევე ხელშეწყობის ახალგაზრდული ორგანიზაციების განვითარების და ასევე ახალგაზრდულ დოკუმენტზე მუშაობის ჯგუფი, რომელიც საბოლოო ჯამში 2012 წელს გადადებს ახალგაზრდობის შესახებ დოკუმენტს, რომელიც კანონში აისახება. რეალურად სტუდენტური ორგანიზაციებისთვის, ახალგაზრდული ორგანიზაციებისთვის, როდესაც იარსებებს ერთიანი ხოლგა ორგანიზაცია, რომელიც ამ ყველა დანარჩენ ახალგაზრდულ ჯგუფებს, ორგანიზაციებს, საინიციატივო ჯგუფებს გააერთიანებს, ეს იქნება ძალიან კარგი, იმიტომ რომ თითოეულ ჩვენ გასკვეთნება შესაძლებლობა ერთმანეთს გაუზიაროთ ჩვენი აზრი, უფრო ასე ვთქვათ, ვითანამშრომლოთ საერთო პროექტები, უფრო ადვილი განსახორციელებელი იქნება.